რა იწვევს ჭარბ მენსტრუაციას? იმისათვის, რომ ამ კითხვაზე პასუხი გავცე, პირველ რიგში განსაზღვროთ რა არის ჭარბი მენსტრუაცია, რადგან ქალებს ხშირად გონიათ ჭარბი მენსტრუაცია მაშინ, როცა მენსტრუაცია არის ნორმალური და პირიქით გონიათ ნორმალური მენსტრუაცია, როცა არის ჭარბი. ცხადია, რომ მენსტრუალური სისხლის რაოდენობის განსაზღვრა შეუძლებელია, ამიტომ ჩვენ ვიყენებთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენ ჰიგიენურ პაკეტს ხმარობს ქალი დღე-ღამეში. მაგალითად, თუ ქალი დღის განმავლობაში ხმარობს საშუალო ზომის ჰიგიენურ პაკეტს დაახლოებით 4-5-ს, ეს არის ნორმალური და ღამით 1-2 დილამდე ესეც ნორმალურია. მაგრამ თუ ქალი ხმარობს დღეში 8-10 პაკეტს და მეც და ღამით არ ყოფნის 2 პაკეტი, ეს არის ჭარბი მენსტრუაცია. ჭარბი მენსტრუაციის მიზეზები შეგვიძლია დავყოთ 2 დიდ ჯგუფად: ორგანული და ფუნქციური. ორგანული დაკავშირებულია საშვილოსნოს ორგანულ ცვლილებებთან. მაგალითად, თუ საშვილოსნოში არის პოლიპი ან ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია, ან არის კვანძი, რომელიც იზრდება საშვილოსნოს ღრუში, ანუ იწვევს ღრუს დეფორმაციას, ან არ იწვევს დეფორმაციას, მაგრამ არის დიდი ზომის, ან ბევრი კვანძია მიომატოზური, ამან შესაძლოა გამოიწვიოს ჭარბი მენსტრუაცია. ფუნქციური მიზეზი შეიძლება იყოს დაკავშირებული საკვერცხეების არასწორ მუშაობასთან, რაც იწვევს ჰორმონალურ დისბალანსს, ჰორმონალურ დარღვევას ორგანიზმში და საკვერცხეები ვერ აკონტროლებს მენსტრუალურ ციკლს. ზოგჯერ ჭარბი მენსტრუაცია ფარისებრი ჰორმონის დარღვევასთანაც არის დაკავშირებული. როგორ მკურნალობთ ჭარბ მენსტრუაციას? პირველ რიგში უნდა დავადგინოთ ჭარბი მენსტრუაციის მიზეზი. როგორც გითხარით, ის შეიძლება იყოს ორგანული, ანუ საშვილოსნოს პოლიპი, მიომა, ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია, ან შესაძლოა იყოს ფუნქციური დარღვევა, მაგალითად, ჰორმონების დისბალანსის გამო. ჰორმონალურ დარღვევას მკურნალობთ ისევ ჰორმონებით. თუმცა ჰისტეროსკოპია აუცილებელია იმისათვის, რომ გამოირიცხოს ორგანული ცვლილება, რადგან არ არის გამორიცხული, რომ იყოს ორგანულიც და ფუნქციურიც ერთად. ხოლო ორგანული ცვლილების დროს, თუ მაგალითად საშვილოსნოში არის პოლიპი, ან ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია, ან მიომა, ამ შემთხვევაში ტარდება ჰისტეროსკოპია იმისთვის, რომ დაზუსტდეს დიაგნოზი და იქვე მოხდეს პოლიპის ან ზედმეტი ქსოვილის მოცილება.